ნივთების ან მომსახურების მიღების დროს ჩვენი უფლებები დაირღვა. აი მაგალითად, გამოვიწერეთ ნივთი, რომელიც აღმოჩნდა დაზიანებული, შეძენილი ტანსაცმელი ზომაში არ მოგვერგო, ან შესაძლოა ნივთს ან მომსახურებას ფასი არ აქვს მითითებული. როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის დარღვევა ნივთებისა თუ მომსახურების შეძენის დროს თამარ ბუბაშვილი შემოგვიერთდება ახლა თემის პირდაპირ ეთერში მის რესპონდენტთან ერთად თამარ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მაგალითად მაგიდის დამზადება გსურთ და ხელოსანმა გითხრათ, რომ მისი საფასური არის 500 ლარი. თუმცა მაგიდის მოტანის ან დამზადების პროცესში გაირკვა, რომ თქვენ კიდევ დამატებით 500 ლარი გაქვთ გადასახდელი, იმიტომ რომ ის პირველი თანხა რაც გითხრეს, იყო მხოლოდ მასალის საფასური და მასში ხელობის ღირებულება არ შედიოდა. ანუ გამოდის, რომ თქვენ თავდაპირველად არასრული ფასის შესახებ გქონდათ ინფორმაცია, რაც არის დარღვევა, იმიტომ რომ მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს თავიდანვე სრული და საბოლოო თანხა უთხრას. კიდევ ერთი პრობლემა ფასებთან დაკავშირებით, რაც არის, ეს ეხება ფასდაკლებებს, ხო? ბევრი ყოფილვართ ალბათ განსაკუთრებით ტანსაცმლის მაღაზიებში ფასდაკლების დროს და ამ დროს ძირითადად აწერია ხოლმე ერთი ფასი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ უკვე ფასდაკლებულია, ან თქვათ ნივთებს აწერია ორი ფასი, ერთი რომელიც გადახაზულია და გვეუბნებიან, რომ ეს არის ძველი ფასი და მეორე ფასდაკლებული, თუმცა რეალურად კანონის მიხედვით აუცილებელია, რომ ფასდაკლების დროს ყველა ნივთს და მომსახურებას ეწეროს სამი ფასი და მოდი ვნახოთ, რომელი სამი ფასი უნდა დაგხვდეს ამ ფასდაკლებულ ნივთებზე თუ მომსახურებაზე. პირველი ეს არის ფასდაკლებამდე არსებული ფასი, რაც აუცილებლად უნდა ეწეროს. მეორე ფასი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველაზე იაფი რა ღირდა ეს ნივთი თუ მომსახურება და მეორე უკვე ამჟამინდელი ფასი, ანუ მესამე ამჟამინდელი, ანუ ფასდაკლებული, რაც მითითებული უნდა იყოს ყველა ფასდაკლებულ ნივთსა და მომსახურებაზე. მოდით ერთი მაგალითით ვნახოთ უფრო თვალსაჩინოებისთვის. მაგალითად, ანუ პირველ ნაწილში ხედავთ, რომ ორი ფასია მითითებული, ერთი 100 ლარი გადახაზულია და აწერია, რომ ამჟამინდელი ფასდაკლებული არის 60 ლარი. თუმცა სინამდვილეში უნდა იყოს ყველა ნივთსა და მომსახურებაზე, აი მეორე ნაწილში როგორც ხედავთ, ხო, ფასდაკლებამდე ფასი გადახაზული, ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი გადახაზული და ამჟამინდელი, ასე ვთქვათ, ფასდაკლება, რაც არის ის უნდა იყოს მითითებული. ფასებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეალური პრობლემა ეს არის ხოლმე, როდესაც სოციალურ ქსელში არ არის მითითებული კონკრეტული ფასი და ბევრს გვინახავს ალბათ ხო კომენტარებში, რომ წერია რა ღირს და ათობით ასეთი კომენტარი შეიძლება შეგვხვდეს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც მომხმარებლებმა და ალბათ მოვაჭრებმაც უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელია Facebook-ზე, Instagram-ზე, ნებისმიერ სოციალურ ქსელში თუ ონლაინ ვაჭრობის დროს აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ფასი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კანონდარღვევა. ნივთის ან მომსახურების შეძენის დროს ჩვენთვის ფასს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხშირად სწორედ ფასი არის გადამწყვეტი, შევიძენთ თუ არა ამა თუ იმ ნივთს. და ამიტომ არის აუცილებელი, რომ კონკრეტული საბოლოო ფასი იყოს მითითებული ყველა ნივთზე და მომსახურებას და ეს ეხება არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა თქვათ სალობით ვყიდულობთ რაღაცას, არამედ როცა თქვათ შეიძლება რაღაც არის, რაც უნდა აიწონოს, ან უნდა გაიზომოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ფასი იყოს მითითებული, მაგალითად, რა ღირს 1 კილო პროდუქტი, ან 1 ლიტრი პროდუქტი, ან თქვათ 1 მეტრი ფასი რა არის და ამ შემთხვევაშიც ერთი პატარა მაგალითი რომ ვნახოთ, მაგალითად, როდესაც თქვათ სუპერმარკეტში ვთქვათ ვაშლს ყიდულობთ, ხო? აუცილებელია, რომ მითითებული იყოს კილოგრამის ფასი და თქვათ პირველ შემთხვევაში, როდესაც წერია, რომ 100 გრამი ვაშლი ღირს თქვათ 500 ლარი, მარტო ანუ ასეთი ფასი არ უნდა დაგხვდეს და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თქვათ 1 კილო რაღაცა გარკვეული, ამ შემთხვევაში ვთქვათ, ვაშლის ღირებულება რა არის, ხო? იგივე პრობლემა გვხვდება ხოლმე ვთქვათ ბარებსა და რესტორნებში, როდესაც შეიძლება ამ ბოლო დროს იმდენად ხშირად მსგავსი შემთხვევები აღარ არის, მაგრამ ალბათ ბევრს ხშირად შეგხვედრია, რომ რაღაცა ვთქვათ სკვების თუ საკვების თუ სასვნის ფასი არის მითითებული და ბოლოს წერია, რომ კიდევ რაღაც დამატებითი ან DGG ემატება, ან მომსახურება ემატება. ამიტომ ან უბრალოდ მაგალითისთვის რომ შევხედოთ, აუცილებელია, რომ თვითონ თქვათ კვების, სასმლის და საკვების ფასში შედიოდეს ის დამატებითი მომსახურება და ჩვენ კიდე ცალკე არ ვითვლიდეთ, თქვათ
მთლიანობაში ხო რა გამოვა რომ დავუმატოთ დღგ მომსახურება თუ კიდევ რაღაცა სხვა ფაზი. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ფასებთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს კიდევ თქვათ ბევრი შემთხვევა, როდესაც მომხმარებლების უფლებები ირღვევა და ასეთი ადამიანები სხვათა შორის შეგვიძლია რომ მივმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოზე. ბოლო პატარა სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ეს არის იანვრისთვის სტატისტიკა, როდესაც მომხმარებლებმა მიმართეს ამ სააგენტოს 109 განაცხადი შევიდა მხოლოდ იანვრის თვეში 430 ზარი იყო ცხელხაზე და უნდა აღვნიშნოთ რომ აქედან უმრავლესობა 66% ეხებოდა ონლაინ ვაჭრობას და დანარჩენი უკვე ეხებოდა როდესაც ადგილზე შეიძინეს ადამიანებმა რაღაც გარკვეული ნივთები თუ მომსახურება. ვნახოთ ასევე რა შემთხვევაში ძირითადად რა შემთხვევაში მიმართავენ მომხმარებლები ამ სააგენტოს, ხო? ძირითადად ეს არის თანხის დაბრუნებას, როდესაც ითხოვენ ადამიანები. შემდეგ მას მოყვება ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება, როდესაც უნდათ 26 შემთხვევაში ეს იყო ნაკლოვანი მომსახურება, 10 შემთხვევაში იყო, როდესაც საქონლის მიწოდება დააგვიანეს და ვადებში არ მოხდა. როდის უნდა მივმართოთ, როგორ უნდა მივმართოთ სააგენტოს, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ამ დეტალებზე უკვე ვისაუბრებთ უფრო დეტალურად სააგენტოს დირექტორთან ერთად. ირაკლი ლექვინაძე შემოგვიერთდება ჩვენ პირდაპირ ეთერში. ბატონო ირაკლი, მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან ესეთი საინტერესო თემაა და რაც ყველას გვაწუხებს და გვაინტერესებს და მინდა რომ აი ეს სტატისტიკა რაც ჩვენ ახლა გვაქვს და ეკრანზე ვხედავთ, აი ამ სტატისტიკით რომ დავიწყოთ. ვნახეთ რომ იანვრის თვეში ყველაზე ხშირად ადამიანები მოგმართავდნენ სააგენტოს მიმართავდნენ თანხის დაბრუნების მოთხოვნით. მოდით რომ განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში შეგვიძლია მოვითხოვოთ უკან ჩვენი თანხა. პირველ რიგში მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ინფორმატიული სიუჟეტისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ მაყურებლისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან ღირებული და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებთ ამ თქვენი ჩართვით. რაც შეეხება სტატისტიკას, ეს ჩვენ ეს არის იანვრის სტატისტიკა, თუმცა შეგვიძლია განვაზოგადოთ და იგივე ვთქვათ გასული წლის 2024 წლის მაჩვენებლებზე. იანვრის თვეში შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის იანვრის თვესთან დაკავშირებით გაორმაგებულია მაჩვენებლები, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი მომხმარებელმა იცის საკუთარი უფლების შესახებ და უფრო მეტი მომხმარებელი მოგმართავს. რაც შეეხება პირველ საკითხს, ეს არის თანხის დაბრუნება, ეს არის ყველაზე ხშირი მოთხოვნა, რასაც მომხმარებლები ჩვენი სააგენტოს წინაშე სვამენ. კანონის მიხედვით რეალურად თუ საქონელიან მომსახურება არის ნაკლის მატარებელი, ანუ იყიდეთ ნივთი, იქნება ეს ონლაინ თუ ფიზიკურად, შემდეგ ონლაინ ყიდვის შემთხვევაში მიიღეთ ეს ნივთი და აღმოაჩინეთ, რომ მახასიათებლებისგან აცდენილია, ან ფიზიკურად იყიდეთ, მაგალითად ტექნიკა გაატესტეთ სახში და გარკვეული ხარვეზი გააჩნია, ასეთ შემთხვევაში კანონის მიხედვით პირველი რაც შეიძლება განახორციელოთ არის ნივთის შეცვლა ან შეკეთება. თუმცა ჩვენი შემთხვევაში, როგორც წესი, მომხმარებლები ძირითადად ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას, ამიტომაც არის პირველ პოზიციაზე აღნიშნული. აი მეორე არის ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება. ანუ ასეთ შემთხვევაშიც აი რა წესები მოქმედებს, მაგალითად, როდის შემიძლია რომ თქვათ ნივთი აი რაღაცა ნაკლი აქვს და დავაბრუნო ერთ თვეში, ერთ კვირაში, ერთ წელში, ანუ რა პერიოდის განმავლობაში მაქვს უფლება რომ თქვათ მოვითხოვო, ან რომ შემიკეთონ, ან რომ გამომიცვალონ ახალი ნივთი. კი, ნივთის სპეციფიკაზე ბევრი რამეა მთლიანობაში დამოკიდებული. ეხლა თუ რაც მალე აღმოაჩენთ პირობითად ნაკლს ნივთის შემთხვევაში და ეს ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ თავიდან ვერ ეხები, ვერ ნახულობ ამ ნივთს და მიღების შემდეგ უფრო მარტივია მისი აღმოჩენა, თუმცა ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევაში შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაკლმა თავი იჩინოს. ამიტომ კანონი მოკლედ შემდეგნაირად განსაზღვრავს, რომ ზოგადად ყველა ნივთს გააჩნია 2 წლიანი გარანტია, თუმცა პირველი 6 თვე არის ის პერიოდი. ანუ მტკიცების ტვირთი ვიზია ჩემზე მომსახურება. პირველ 6 თვეში, რომ პირველ მტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს, ანუ მოვაჭრეს და მან უნდა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია და მტკიცებულება იმაზე, რომ თუ თქვენ პირველ 6 თვეში აღმოაჩინეთ ნაკლიდან ას პრობლემა დასვით მოვაჭრის შესახებ, რომ ნივთი არ იყო ნაკლიანი ან ხარვეზიანი. თუ შემდგომ 6 თვეზე შემდგომ პერიოდში მოხდა ამ ნაკლის აღმოჩენა, ასეთ შემთხვევაში უკვე მომხმარებელია პასუხისმგებელი. აი ეს ნაკლოვანი მომსახურება, აი ეს რას ნიშნავს? აი ეს ხშირი შემთხვევაა, სხვათა შორის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც უცხოური
საიტებიდან შეიძლება გარკვეული ნივთი გამოწერეთ და მაგალითად აი ნივთის მომსახურება ჩამოტანის შემთხვევაში ზოგჯერ ხდება ნივთის დაზიანება, ზოგჯერ ხდება მაგალითად დროში დაგვიანება. ეს ერთი მაგალითია, თუმცა მომსახურება ნაკლოვანი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი იყოს, თუნდაც იგივე რესტორანში ან რა ვიცი ნებისმიერ სერვისი, რომელიც თქვენ მიიღეთ და არ აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს. აი ესეთ დროს მომხმარებელი როგორც წესი აფიქსირებს პრობლემას და გარდა იმისა, რომ ცდილობს საკუთარი უფლება აღადგინოს, ცდილობს რომ რამაც გამოიწვიეს ნაკლოვანი მომსახურება შეიძლება ინფორმირებაში იყო პრობლემა შეიძლება რაღაც ბიზნეს პროცესში ან ოპერაციაში ითხოვს რომ ჩვენი სააგენტო საშუალებით აღნიშნულმა მოვაჭრემ უზრუნველყოს ამ ნაკლიანი მომსახურების შემდგომში გასწორება. კი ბატონო ერკე, მოდით თან მაგიდასთანაც რომ გადავინაცვლოთ, თქვენ იქით რომ დაბრძანდეთ. ასევე მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ ცხელი ხაზი არის 15-20, ეს არის ცხელი ხაზი, რომელზეც შეგვიძლია რომ თქვა თუ თვლით რომ ჩვენი უფლება დაირღვა როგორც მომხმარებლის, დავრეკოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და აუცილებლად მაინტერესებს კიდევ ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვიცით რომ კანონით 14 დღის განმავლობაში, როდესაც ონლაინ შევიძე, შემიძლია რომ უკან დავაბრუნო ეს ნივთი. არ აქვს მნიშვნელობა მიზეზი, შეიძლება უბრალოდ არ მომეწონა. არაფერი არ ჭირს ერთად, უბრალოდ აღარ მომეწონა და უკან დავაბრუნო. ასეთ შემთხვევაში აი ონლაინ ვაჭრობის დროს არის რაიმე გამონაკლისი რა შემთხვევაშიც მე უფლება არ მაქვს ნივთის დაბრუნების. კი ეს საკმაოდ საინტერესო ნაწილია ჩვენ კანონის, ან 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. თუმცა ჩვენმა მაყურებელმა წმინდა რომ სწორად გაიგოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად ონლაინ ნივთი გამოწერე, მაგალითად სარეცხი მანქანა 12 დღე ვამუშავე აქტიურად და აი 13 დღეს დავაბრუნე. ან ხვაბი გამოვიწერეთ, ერთი კვირა საშველი მოვაგზავნეთ. ეს უკვე ტესტილი და უბრალოდ ან უნდა დაკარგოს პირველადი სახე. სხვა შემთხვევაში ეს უპირობო დაბრუნების ვადა შეიძლება შეიცვალოს სხვანაირად, ანუ ფასტაკლებით ან სხვა პირობით. რაც შეეხება გამონაკლისებს, აი რამდენიმე დეტალს ვიტყვი, ანუ რას არიხება ეს 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. პირველი ეს არის მედიკამენტები, იმიტომ რომ მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში მას ჭირდება სპეციალური მიწოდების პირობა, შენახვის პირობა და უკან დაბრუნების შემდეგ შეიძლება საერთოდ უარგის იყოს. ნივთები, რომლებსაც ან მოხმარების საგნები, რომლებსაც ჰერმეტულად არის დაცული და ჰერმეტულობის დარღვევის შემდგომ შეიძლება მან დაკარგოს თავის ღირებულება საბოლოო ჯამში 30 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე ნივთი, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების ბილეთები, იმიტომ რომ თუ წინასწარ არ არის განსაზღვრული რა პირობებით ბრუნდება, მაგალითად სპორტული ღონისძიების ან კულტურული ან კონცერტი გადაიდო და ბრუნდება ბილეთი. ხო, ანუ თუ ეგეთი პირობები არ არის გათვალისწინებული, სხვა შემთხვევაში მას არ ეხება უპირობოდ კონცერტზე წასვლა და ასე ხო, იმიტომ რომ ეს ითვლება, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაში ეგრე ითვლება, რომ არ არის მიღებული აი ესე დაბრუნება. აი ეს არის რამდენიმე ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თამარს ქონდა სამი ფასების წესთან დაკავშირებით, რომ მაგალითად 2 თუ არა 3 უნდა ეწეროს ძირითადი ფასი, შემდეგ 30 დღის განმავლობაში და ბოლო ფასი. ზოგჯერ კი არა ძალიან ხშირად ჩვენს მაღაზიებში არათუ 3, არც ერთიც არ აწერია. ასე დროს არის თუ არა რამე სანქციები? ანუ ეს არის რა თქმა უნდა დარღვევა, თუ მომხმარებელი ამ პრობლემით მოგმართავს, რომ აი ფასის მითითება ეს არის ის ძირითადი ინფორმირების სტანდარტი, რაც ნებისმიერ მომხმარებელს სურს რომ იცოდეს. ხო, ნუ დროში იწელება მე უნდა დაუძახო კონსულტანტს, სავარასთან და ფასი შემთხვევაში ითვლება დარღვევა, თუ მომხმარებელი მოგმართავს, ჩვენ პირველ რიგში ალბათ მიუთითებთ, რომ გაასწოროს აღნიშნული მეორეჯერ თუ იგივე გამეორდება და მესამეჯერ აი სხვა შორის ეგრევე არ გადადის დარღვევაში, თა პროცესი თავიდან იწყება და ამიტომ თავიდან ხდება აღნიშნული მოვაჭრის სადმი ამ პროცესის წარმოება. ფასტაკლებებს რაც შეეხება თქვენს გქონდათ საკმაოდ საინტერესო მიმოხილვაში და ვფიქრობ ძალიან ცხადად, რომ ჩვენი ახალი მიდგომის მიხედვით ფასტაკლების დროს მნიშვნელოვანია რომ სწორად იყოს ინფორმირებული თითოეული ჩვენთაგანი. ხო, აი ხშირად არის რომ ფასტაკლება იწყება გაზრდილი ფასიდან. ამიტომ ჩვენ მივთითეთ ჩვენს სახელმწიფო დოკუმენტში რომ უნდა იყოს მითითებული საწყისი ფასი, საიდანაც ფასტაკლება მოხდა, უნდა იყოს მითითებული ფასტაკლების შედეგად მიღებული ფასი და უნდა იყოს ბოლო 30 დღის განმავლობაში უდაბლესი ფასი, რომ
მომხმარებელმა იცოდეს, რომ ხომ არ არის გაზრდილი ფასიდან დაწყებული როგორც ხშირად ხდება სამწუხაროდ არის ესეთ შემთხვევები. ბატონო ერკლე, რა მინდა იცით, აი ვთქვათ ხანდახან არის რომ მიმოწერის დროს ვთქვათ ესეთი დოკუმენტი გვაქვს მიმოწერა ან რაღაცა ხელშეკრულება, მაგრამ როცა ხდება რომ აი ვთქვათ მოვაჭრეს და მომხმარებელს შორის ზეპირად ხდება რაღაცა, მაგალითად იგივე ფასზე შეთანხმება, მაგრამ ბოლოს ვთქვათ მოვაჭრე ამბობს რომ აი თქვენ სხვა ფასი მითხარით და მომხმარებელი ამბობს რომ არა, აი მოვაჭრემ სხვა ფასი მითხრა. ანუ აი როცა ვთქვათ აი ესეთი დოკუმენტაცია არ არის და ზეპირი შეთანხმება ხდება, რამდენად მარტივია, როგორ უნდა მოვაკეთო რომ ვთქვათ მართლა მითხრა რომ რაღაცა 500 აი მაგ პირობითად რაზეც თავიდან აღნიშნე შენ ავეჯი შეკვეთა მივეცით ადამიანი მოგვითხრა რომ პირობითად იჭდება 500 ლარი და რომ დაასრულა გაიზარდა ეს ფასი. ხო, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ხშირად რა თქმა უნდა ვიხდით იმ ფასს, რასაც გვეუბნებიან, ხო? თუმცა გვაქვს უფლება რომ არ გადავიხადოთ. ხო, აი როგორ უნდა დავამტკიცოთ? თუმცა თუ ეს მეწარმე ოფიციალურად არის ალბათ გაფორმებული, ამასაც აქვს ხო? პირველ რიგში რა თქმა უნდა მეწარმე უნდა იყოს რეგისტრირებული. ხო, რეგისტრირებული. მეორე შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანია რომ წინასწარ ფასის შეთანხმებაზე გარკვეული დოკუმენტი არსებობდეს ზეპირად ხდება ხოლმე დაცული შემდგომი გართულებების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება იქ სარემონტო სამუშაოების დროს მართლა ესეთი ხონდა ძირითადად არ ხდება ხოლმე ხელშეკრულებით და ძირითადად ზეპირად ხდება. უბრალოდ შეიძლება რაღაც დამადასტურებელი იმისა რომ თქვენ თავიდან ამ ფასზე შეთანხმდით ყველა დეტალის გათვალისწინებით რომ დაფიქსირებული ფასი თქვენ შეთანხმებაში რეალურად იყოს პირველი რეგისტრირებული უნდა იყოს ეს მეწარმე აუცილებლად რომ მოვაჭრეთ ჩაითვალოს და რა ქმედების განხორციელების საშუალება გქონდეს და მეორე შემთხვევაში რა თქმა უნდა სადღაც ალბათ ეს შეთანხმება უნდა იყოს დაფიქსირებული. სხვათა შორის აი თქვენ მაგიდის შემთხვევა გქონდათ და აი გამონაკლისებზე ვსაუბრობდით, როცა აი 14-დღიანი გამონაკლისი ონლაინ შეკვეთის დროს, რასაც არ ეხება ხა თქვენ თუ ექსკლუზიურად რაღაც ეს განსაკუთრებული მაგიდის ან რაიმე ნივთის შეკვეთა გინდათ, ესეც გამონაკლისებში ექცევა, იმიტომ რომ ესეც არ ექვემდებარება შემდგომ უპირობო დაბრუნებას. ანუ თუ ის არის რაღაც მასიური პროდუქტი და უბრალოდ თქვენთვის მზადდება ისიც იქ ითვლება რომ აი მაქსიმალურად ჩართული ხართ და ახალცაც სულით ინფორმაცია ძალიან ბევრი დეტალია რომელიც შეიძლება სტანდარტულად ვერ იქნას განხილული. დიახ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ცხელი ხაზი ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, შევახსენოთ აუცილებლად 15-20 ეს არის ცხელი ხაზი, რომელზეც შეგვიძლია რომ დავრეკოთ თვითონ. და ძალიან კარგად მუშაობს თქვენი სამსახური. მადლობა, ბევრი კარგი კომენტარი გვესმის და რა თქმა უნდა ყოველთვის მისასალმებელია, როცა მომხმარებლის უფლებები არის დაცული. არც ერთი მომხმარებელი არ დარჩეს უპასუხოთ და მაქსიმალურად წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა ირაკლი ლექვინაძე, თამარ ბუბაშვილი ხმა ჩვენთან ერთად შესრულდა 10 საათი ქრონიკის დრო.